რა ხდება ირანში ამ მომენტისთვის ვიდეოს ვიწერე 2026 წლის უკვე 5 იანვარს და ვისაუბროთ დღევანდელი მოსამულობით რა ხდება ირანში არის ახალი საპროტესტო აქციების ტალღა ეს არის პერიოდულად დაწყებული ხოლმე ირანში ადამიანის უფლებებისთვის თუმცა რამდენიმე ათეული წელია ეს პროცესები არის მართალია შეუქცევადი პერიოდულად ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ჯერჯერობით სერიოზულ შედეგზე გასვლა მას შემდეგ, რაც 1900 ჯერ კიდევ 79 წელს მოხდა რევოლუცია, სამწუხაროდ ადამიანის უფლებების მიმართულებით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუ არ დამძიმებულა პირიქით. ამ დროისთვის ირანში მიმდინარეობს ახალი საპროტესტო ტალღა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადაც ადამიანებს პირდაპირ მნიშვნელობით მათ აჯანყებას და მათ ბრძოლას სისხლში ახშობენ დღის მონაცემებით 16 ადამიანი შეიძლება კიდევ გაიზარდა ეს მონაცემები მას შემდეგ სანამ ამ ვიდეოს თქვენ ნახავთ არის დაღუპული მოკლული უშუალოდ პროტესტის გამო და მათ შორის ერთ-ერთი არის 15 წლის ბავშვი რთული წარმოსადგენია სხვა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რა შეიძლება ამ მიმართულებით არ ვიცი რა იყოს რაზეც შეიძლება უკვე მიჭმეპარება ამ რეჟიმმა დაიხიოს რამეზე უკან მაგრამ დღეს უფრო მინდოდა ამ იმ მიმართულებით წამოყვანა ვიდეო თუ რისთვის წირავენ ეს ადამიანები თავს იმიტომ რომ მათ იციან რომ ირანში ხელისუფლებასთან დაპირისპირება დიდი ალბათობით უდრის სიკვდილს თუ გამოდიხარ და ხარ შესამჩნევი და თუნდაც არ ხარ შესამჩნევი და თუნდაც უბრალოდ შემთხვევით შენში რომელიღაც ან გავლენიან ადამიანს ან უშუალოდ აქციის დროს სამართალდამცავ იქნება ეს თუ სამხედრო წარმომადგენელი ხელში შესაძლოა საკმაოდ სავალალო მდგომარეობა მივიღოთ სამი მთავარი ფაქტორი რისთვისაც ადამიანები არიან მზად მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ გაწირონ საკუთარი სიცოცხლე პირველი ფაქტორი ეს არის ძირითადი ადამიანის უფლებები აქ არ არის საუბარი რაღაც იმაზე რომ მაგალითად კარგი რეფორმები არსებობდეს ან მაგალითად ვიღაცამ პრესაში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა არა აქ არის ძალიან ბაზისურ ადამიანის უფლებებზე საუბარი, ისეთი როგორც არის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ისეთი როგორც არის ღირსების ხელშეუხებლობა. ადამიანები უბრალოდ ციხემდეც კი ვერ აღწევენ, ისე უჩინარდებიან, ბევრი მათგანს სიკვდილით ჯიან და დღეს ვისაუბრებთ ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე. ძალიან ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ როგორც ასეთი სამოსის გამო შეიძლება მოხდეს მათი წამება და საჯარო დასჯა. პრესის თავისუფლება უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს, არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება, არ არსებობს მშვიდი კომუნიკაციის საშუალება და საკუთარი აზრის რაიმე ფორმით ოპოზიციური მიმართულებით დაფიქსირების საშუალება. მეორე მთავარი მიზეზი ეს არის ქალთა უფლებები. აქ არ გადის საქმე, ეს არის უბრალოდ მათთვის კონტროლის იარაღი. გარდა იმისა, რომ საბაზისო უფლებები არ არსებობს მოსახლეობის უმრავლესობისთვის კი არა, აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათი 50% პირდაპირ ჩახსნილი ყავთ ამ პროცესებისთვის. ანუ ირანში არ არსებობს ქალთა უფლებები, ეს არის ქალის გასაგნების მაგვარი დამოკიდებულება და ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ამაზე აიმაღლებს ხმას და ზოგადად აღაზიათებს აღმოსავლურ სახელმწიფოში ასეთი დამოკიდებულება, თვითონ ეს მამაკაცები ხდებიან წამების მსხვერპლი და ისინიც არიან ესეთ დამონებულ მდგომარეობაში, რომ მათ არ აქვთ საშუალება, რომ საკუთარი ოჯახის წევრი ქალბატონებისთვის ან ზოგადად საკუთარი სხვა ირანელი ქალბატონების დასაცავად ხმა აიმაღლონ და ამასთან დაკავშირებით რაიმე შეცვალონ. და მესამე უმთავრესი მიმართულება, რაც ისინი მიდიან და ეს რეჟიმი ფუნქციონირებს და არ ინერჩუნებს დროებით აი ამ ძალაუფლებას ეს არის ოპოზიციონერების კვლელობა პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ ისინი უბრალოდ ხოცავენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. აი რომ გითხრათ ახლა დაახლოებით მონახაზი ახლა ყველას ალბათ წარმოადგენს ისე რომ ინდივიდუალურ ადამიანებს მაგრამ პრინციპში ამაზე ალბათ ხალხი ჩავწერ ვიდეოს ინდივიდუალურ მონახაზებს ახლა განსაკუთრებით გრძელდება ამასთან დაკავშირებით დებატები რომ თვითონ თითქოს მათ გაუჩნდათ ახლა ირანის პოლიტიკური ელიტა სურვილი რომ დიალოგში შევიდნენ თუმცა რა დიალოგში შესვლაზეა საუბარი როდესაც უბრალოდ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი არსებობს ირანში იმის თქვა და ბევრი წავიდა, ბევრი დააბრუნდა, ბევრი საერთაშორისო არენიდან აგრძელებს ბრძოლას, ბევრი ადამიანი დარჩა თვითონ ირანის ტერიტორიაზე და იქიდან აგრძელებს ბრძოლას. უბრალოდ აქ საინტერესო ის არის, რომ
საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებისთვის არ არსებობს არანაირი გარანტიები. ზოგადად, როდესაც გადიხარ რაღაც საკონკრეტული საკითხის გასაპროტესტებლად და აქცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს დასავლეთის სახელმწიფოებში, მათ შორის ის საქართველოშიც, რაც ეკვრა ყოველთვის არის იმის რისკი, რომ რაღაც დაზიანება შესაძლოა, ხო, რომ მაინც სითამამისთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული აქციის აქტიური მონაწილე, რომ იყო არ გულისხმობ აგრესიულ აქციებს, მაგრამ ზოგადად აქტიური მონაწილე როცა ხარ, ხომ რაღაც გამოწვევები წარმოიშვება. ირანში ეს პირდაპირ მნიშვნელობით უდრის იმას, რომ შენ საკუთარ სიცოცხლეს წირავ და აქვე მინდოდა კიდევ ერთი ფაქტორის დამატება, რომ ვენესუელას ამბები ხა ადევნებთ ყველანი თვალს, ხო, ნიკოლას მადურო არის დატყვევებული ის და მისი ცოლი, და მისმა ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ ისინი წასვლას არ აპირებენ, პრინციპში ეხა ამ მომენტში წასვლა ნამდვილად უარეს შედეგებს გამოიწვევს, მაგრამ ტრამპის განცხადება იყო, რომ ის ებრძვის დიქტატურას და თითქოს ირანისკენაც იყო მინიშნებები, მაგრამ ირანში ნამდვილად არის უკიდურესად მწვავე მდგომარეობა, ადამიანებს უბრალოდ კლავენ და სხვა ადამიანები უბრალოდ სამართალს ვერ პოულობენ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, ტრამპის განცხადება იყო ესეთი, რომ თუ ირანი არ შეწყვეტს უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვას, მაშინ მზად არის და ასე ვთქვათ, ერთგვარად თითქოს ესეთი შინაარსი იყო, რომ ენთუზიაზმით შევა ამერიკული სამხედრო დანაყოფი ირანში, ირანის მოქალაქეების ასეცავად. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალი სტანდარტით საერთაშორისო ჩაურევლობის პრაქტიკის გვერდისავლას, იმიტომ მოიცა გასაგებად თქვა, მოკლედ არსებობს რაღაც სტანდარტი, რომელიც მოითხოვება ყველა სახელმწიფოს, რომ ის ჩაერიოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში და საქმეში ამ შემთხვევაში მაგალითად ჩაერიოს და ირანის პოლიტიკური ელიტის ცვლილება განახორციელოს. ხო, აქ არსებობს რაღაც გარკვეული სტანდარტი. ხა ვიღაცა დამნაშავე გამოუშვეს და იმის გამო შეიჭრა, ეს არის ყოველდღე მიუღებელი. მაგრამ ირანის შემთხვევაში ყველა ეს სტანდარტი ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად არის დამაკმაყოფილებელი და ეს შეფასება ტრამპის მხრიდან მეტნაკლებად არის ნამდვილად სამართლიანი იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ყველა ტიპის უფლებები არის ირანში დაუცველი და სხვადასხვა ნეთანიაჰუმ ცოტა გაამწვავა ეს მდგომარეობა და გამოეხმაურა მადუროს დატყვევებას, ნიკოლას მადუროს დატყვევებას, ვენესუელას მმართველის, რომელიც დღეს უკვე დაკავებულია და განაცხადა, რომ მიმართა ირანის პოლიტიკურ ელიტას და უთქვა, რომ ჩაიწეროს ჩანაწერები გააკეთოს აი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩემი აზრით, თუ დღეს არის რომელიმე რეჟიმი, რომელსაც ჭირდება აუცილებლად სასიყვარულო ჭირდება გარედან ჩარევა და ასე ვთქვათ, გადასავლურება და ვთქვათ გადასავლურებაც არა, უბრალოდ რაღაც ელემენტარული მოდერნიზაცია. ეს არის უპირველესად ირანი, ოღონდ რასაკვირველია, ეს საქმე უნდა გადაწყდეს კეთილად, უსისხლოდ და ისე რომ არავინ არ დაზარალდეს და ისე რომ მაქსიმალურად მოხდეს იმის ძალობა, რომ მინიმალური ზიანი და მაქსიმალურად დაცვა ირანის მოქალაქეების უფლებების.